დმანისის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა, შემთხვევა სოფელ ზემო ყარაბულახში დღეს მოხდა. შუახნის კაცმა ცოლს ჭრილობებით ცივი იარაღით მიაყენა. თავარის ინფორმაციით კაცი დაკავებულია გამოძიება და მამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ-მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. რუსეთმა საქართველოს საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა. ამის შესახებ მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოლდოვის პრეზიდენტმა რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციები განიხილა. მისი თქმით, რუსეთმა საქართველოს საკუთარ ორბიტაზე ომის შიშის იარაღად გამოყენებით დააბრუნა. სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა რუსეთთან შესუსტდა. საქართველოს კი კრემლთან პოლიტიკურად უფრო დაახლოვდა, წერია ანგარიში, რომელიც ფინეთის სადაზვერვო სამსახურმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია სამხრეთ კავკასიისა და რუსეთის გავლენების შესახებ რეგიონში. 2024-26 წლებში საქართველოში 19 გემი იმყოფებოდა, რომელიც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ჟურნალისტურ გამოძიებას ამ თემაზე აიფაქტი აქვეყნებს. ჩრდილოვანი ფლოტი მოსკოვმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოძველებული ტანკერების გამოყენებით შექმნა, რათა საერთაშორისო შეზღუდვებისთვის გვერდი აეღო.